არ ვიცი რით მოხდება გირაოს გადახდა, უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა, ამბობს ღარიბაშვილის ადვოკატი ექს-პრემიერისთვის შეფარდებულ მილიონიან გირაოს. პროკურორი კი აანონსებს, რომ ღარიბაშვილის სანათესაო წრეც უნდა გამოიკითხოს, რადგან ბრალდებულმა ორგზის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა ქონება მამის სახელზე დაარეგისტრირა. რუსთაველის პროტესტის მონაწილეების დაკავებები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდოდ ისევ გზის გადაკეტვის გამო დღეს 20-მდე მოქალაქე დააპატიმრა. მათ შორის არის ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. დაკავებულია მისი ცოლი, ჟურნალისტი მაიკო ბოკერიაც. დღეს დააპატიმრეს რეჟისორი და ფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონოვა. ქვეყნის მძარცველების სახლში გულანთებული ხალხი ციხეში წერს მამა გიორგი ცკიტიშვილი. სასულიერო პირის თქმით, სასამართლო ოკუპირებულია. ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ. თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ. მაგარია, წერს მამა გიორგი. პუტინმა საქართველოსთან ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ცხინვალთან ეგრეთ წოდებული საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის საკითხებში ახალი წარმომადგენელი დანიშნა. ნიკოლაი უდივიჩენკო ასევე დაენიშნა კასპიის ზღვის შესახებ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად.